საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან მე ნინო სამნიაშვილი მოგესალმები და გაგაცნობთ დღის აქტუალურ თემებს. თელავის გამგეობამ ქალების საპატივსაცემოდ 8 მარტს ქამრების შემოიხსნა და 10,000 დახარჯა. კიდევ გაიხსნიან ქამრებს და აღდგომის დღესასწაულისთვისაც დაახლოებით 90,000 ლარ პრემიას დაერიგებენ. ვის რამდენი 1000 შეხვდება და როგორ გაიგეს ქამრების შემოჭერის თეორია. ბიუჯეტში გვიზის ჩვენ ორჯერადი პრემია ერთმაგი ხელფასის ოდენობით თითოეული. ეს იქნება სააღდგომო და იქნება საახალწლო. განმავლობას აღარ ვიფიქრებ, იმიტომ რომ რაც დოლარმა იწია. მოქალაქეები კი ქამრებს ავიწროვებენ. საკუთარ თავს ახალი ტექნიკის შეძენის უფლებას განვადებითაც აღარ აძლევენ. რა მიზეზით მოაკლდათ ტექნიკის მაღაზიებს კლიენტები. ბოლო დროს შემცირდა ვაჭრობა, ასევე როგორც განვადებები, ისევე ნახტფულზე გაყიდვით. ხმაური და დაპირისპირება ჩაილურში. უთხრეს თუ არა ექიმ ზია მემანიშვილს საბავშვო ბაღში ექთნა დასაქმებაზე უარი პოლიტიკური ნიშნის გამო. ეს ჩემთვის ძალიან დამამცირებელია. ექიმი, რომელიც ექთნად არ გაუშვეს. მე არანაირი პოლიტიკური ნიშნით არც ერთი თანამშრომელი არ მიმიღია. ხვალ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ, ვინ არიან კანდიდატები და რა გეგმები აქვთ. სტუმრად ეთერში ისაუბრებენ. ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოყვა. არაშენდელი ჯაშიაშვილების ოჯახს სურვილები აუსრულეს. ჩემი ობლების დახმარებისთვის დიდი მადლობელი ვარ ძალიან. პროექტი, რომელიც მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმარებათ, მე-9 კლასელები სტუმრად ტელეკომპანია გურჯაანში და დეტალები პროექტის შესახებ სტუმართან ერთად. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ კომპიუტერებზე უარი თქვეს, თუმცა პრემიებს ვერ შეელივნენ. თელავის გამგეობამ პრემიერის მითითება თავისებურად აღიქვა. 8 მარტს ქამრების შემოიხსნეს და ქალბატონებს 10,000 ლარამდე თანხა სარომარტო საჩუქრის სახით გადაუნაწილეს. მათ სადღესასწაულო თანამშრომლების წახალისება სავალდებულოდ მიაჩნიათ და უკვე აღდგომის დღესასწაულზე 90,000 ლარამდე პრემიების გაცემაც დაგეგმეს. თანხა წინასწარ საახალწლო პრემიისთვისაც გამოყვეს, ვინ როგორ გაიგო ქამრების შემოჭერის თეორია, ეთერ თეთრაძე სიუჟეტში გიამბობთ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შემოჭერილი ქამრები 8 მარტს შემოიხსნა და პრემიის სახით 10,000 ლარამდე თანხა 80 ქალბატონს გაუნაწილა. თითოეულმა საჩუქრად ხელმძღვანელის სახელით 100 ლარი მიიღო. სარვამარტოდ გავიცით თითოეულ ქალბატონ თანამშრომელზე 100 ლარი, მთლიანად იყო ეს 9,500 ლარის. აღნიშნული საშუალება მოგვცა ჩვენ იმან, რომ ჩემი მოადგილის შტატი არის ვაკანტური, რომელიც წლიური ანაზღაურება შეადგენს სადღაც 15,000 ლარს. ამიტომ ჩვენ გვქონდა ეკონომია ხელფასის ფონდში და აქედან გავეცით ქალბატონებზე სარვამარტო ფული. თელავის გამგეობა ქამრებს აღდგომასაც შემოიხსნის. ამჯერად 161 თანამშრომელზე საჩუქარი ორმაგი ხელფასი იქნება. გამგებელი აღდგომის დღესასწაულს 5,000 ლარით შეხვდება. მოადგილეები კი დაახლოებით 3,000. პრემიას ტერიტორიული ორგანოს ის თანამშრომლებიც მიიღებენ, რომლებისთვისაც ქამრები შემოიჭირეს და ახლის ნაცვლად მეორად კომპიუტერებს უდგამენ. ქამრების შემოჭერის ფონზე მთლიანობაში სააღდგომოდ თელავის გამგეობა 93,000 ლარის პრემიას გასცემს. მათ წინასწარ იზრუნეს საახალწლო პრემიაზეც. რაც შეეხება თანამშრომელთა პრემირებას, ბიუჯეტში გვიზის ჩვენ ორჯერადი პრემია ერთმაგი ხელფასის ოდენობით თითოეული. ეს იქნება სააღდგომო და იქნება საახალწლო. თითოეული სახელფასო ფონდი არის 93,000 ლარი. შარშან იყო 4 მაგი ხელფასის ოდენობა, ანუ 4 პრემია იყო, ჩვენ განახორებული გვაქვს მიმდინარე წელს და შესაბამისად გვექნება 2 ხელფასი. სააღდგომოდ ქამრები გაიხსნება თუ არა თელავის მერიისა და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც ეს მათ ხელმძღვანელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუმცა ჯერჯერობით ამაზე კატეგორიული უარი არც ერთს უთქვამს. მათ ოფიციალური კომენტარიც არ გააკეთეს. შარშან კახეთის თვითმმართველობებსა და მერიის თანამშრომლებზე პრემიის სახით 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რამდენჯერ გაიცემა და რამდენი ლარი დაიხარჯება წელს პრემიებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ გამგებლები პრემიაში თანხების დაზოგვას წელსაც არ აპირებენ, თუმცა როგორც ამბობენ, ქამრები შემოიჭირეს. თვითმმართველობებისგან განსხვავებით მოქალაქეების შემოჭერილი ქამრების მოხსნის ნაცვლად უფრო ავიწროვებენ და თავს სხვა შეზღუდვებთან ერთად ახალი ტექნიკის შეძენის უფლებასაც აღარ აძლევენ. მყიდველების სიმცირეს უჩივიან გურჯაანის ტექნიკის მაღაზიებიც. ფასტაკლების აქციების მიუხედავად იკლო ნივთის განვადებით ყიდვის მსურველთა რაოდენობამაც, რაც უკავშირებენ მაღაზიებში მყიდველის ასეთ პასიურობას დღეს ვერა იაშვილი დაინტერესდა.
ეს ტექნიკის მაღაზია დილიდან ცარიელია. აქ მყიდველების ნაკლებობას უჩივიან და როგორც ამბობენ, შესაძლებელია რამდენიმე დღე ისე გავიდეს, რომ ტექნიკა ვერ გაყიდონ. დღეში 10-მდე დამთვალიერებელი და ხშირ შემთხვევაში არც ერთი მყიდველი. დოლარის კურსის გაზრდამ გურჯაანის ჯეოელექტრონიკში ტექნიკის გაყიდვებზეც იმოქმედა. თითქმის 2 თვეა აქ ტექნიკას განვადებითაც აღარ ყიდულობენ. ამ ბოლო დროს შემცირდა ვაჭრობა, ასევე როგორც განვადებები, ისევე ნახტფულზე გაყიდვით. იკლო ძალიან, ანუ რაც დოლარმა აიწია, რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება მაგანაც გამოიწვია ეს ცვლილებები. და იმედი გვაქვს, რომ ამ გაზაფხულიდან უფრო დაიწყება ვაჭრობა და ამუშავდებით უფრო მეტად. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის მაღაზია ბეკოში ფასდაკლებების აქცია აქვს და მყიდველს გაყიდულ ნივთზე პლუს საჩუქარსაც თავაზობენ, მათი ინფორმაციით კლიენტების რაოდენობა აქაც მოაკლდა. და თუ ადრე დღეში განვადებით 15-მდე ნივთს ყიდნენ, ახლა ეს რაოდენობა 5-მდე შემცირდა. ელიტ ელექტრონიკშიც მყიდველის ნაკლებობას დოლარის კურსის ცვლილებებს უკავშირებენ. მაღაზიის მენეჯერის გოჩა კვეზერელის განცხადებით, ისინი მყიდველის შენარჩუნებას სხვადასხვა საშუალებებით ცდილობენ. შემცირდა რა თქმა უნდა როგორც განვადებები, ისე კეშზე ხელზე ვაჭრობა ფულით. აქედან გამომდინარე, რახან დოლარი გაძვირდა, ჩვენ არ ვაძვირებთ, ტავარი არ გაგვიძვირებია. ყავ ყიდით ისე იგივე ფასებში და უფრო მეტიც, უფრო მომხმარებელს ვთავაზობთ აქციის სახით, აქციებს, საჩუქრებს, ფასდაკლებებს. და ასე შემდეგ რა. გამოკითხული რესპონდენტების ინფორმაციით ბანკში პროცენტები გაიზარდა. სწორედ ამ მიზეზით თავს იკავებენ და კამრები შემოიჭირეს. ეხლა ისეთი მდგომარეობაა უბრალოდ, რომ არ შეიძლება რომ დოლარის კურსზე რაიმე გამოიტანო ადამიანმა და შესაბამისად თავს ვიკავებ, რომ რამის განვადება გავაკეთო. ჯერ ერთი არ მინდა და მეოცე რა თქმა უნდა კურსზეც არის დამოკიდებული. ძვირია და ვერ შეიძლება გადაშეს. განვადებას აღარ ვიფიქრებ, იმიტომ რომ რაც დოლარმა აიწია, თითქმის 40 ლარამდე გაიზარდა რა. ჩემზე არ მოქმედებს, იმიტომ რომ მეუღლე მყავს საზღვარგარეთ და იქიდან ზოგადად საერთოდ მართლაც ცუდი არის, იმიტომ რომ ძალიან მაღალია კურსი და ეხლა ვისაც ძალიან დიდი თანხები აქვს გადავილი, მაგათთვის არის ცუდი. განვადებით წაგება კარგია, მაგრამ მაგის პროცენტია ბევრი. და ძალიან ბევრი უჯდება კაცმა განვადება უნდა იყოს დაახლოებით 1%-ში ან 2%-ში და გაბოდის 7-8% განვადება. ძალიან ბევრია. მოსახლეობის ინფორმაციით ჯერჯერობით კვლავ ძველი ტექნიკით ისარგებლებენ და ახალი შეძენის უფლებას თავს მხოლოდ ლარის გამყარების შემდეგ მისცემენ. ტექნიკის მაღაზიებიც სწორედ ამას ელოდებიან. კვლელობა მოხდა სიღნაღის რაიონში. სოფელ ბოდბისხევში ახალგაზრდა მამაკაცმა 27 წლის ქალბატონი მოკლა, შემდგომ კი თავი ჩამოიხრჩა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ჯერჯერობით კვლელობის ზუსტი მოტივი არ იკვეთება. გოგო მოკლა ყოფილმა მეუღლემ, როგორც ვიცი, სინამდვილეში რა ვიცი ესე მოხდა. რომ ვითარ შელაპარაკების ნიადაგზე ემუქრებოდა ის ბიჭი, როგორც თქვეს, იგე რა ვიცი. მეუღლემ სრული ინფორმაცია არ ვიცი სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ მგონი თავი მოიგლა, ჩამოიხრჩა როგორც თქვეს. ხმაური და დაპირისპირება ჩაილურში. საბავშვო ბაღში ექთნის პოზიციაზე პროფესიით ექიმის არ დასაქმებას მოსახლეობის პროტესტი მოყვა, რაც შემდეგ აქციის მონაწილეებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეების თქმით, უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ექიმს ზია მემანიშვილს უარი პოლიტიკური ნიშნით უთხრეს და უპირატესობა სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერს მიანიჭეს. მემანიშვილი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა სოფლის დეპუტატისთვის იყო მიუღებელი და ბაღების გაერთიანებამ ამ მიზეზი დაიწუნა. მოსახლეობის პროტესტს საგარეჯოს ბაღების გაერთიანებაში უპასუხეს. იყო საშუალება დღეისდღეობით რომ მას უბრალო ნახევარგანაკვეთზე ექთნის თანამდებობაზე გაეშვათ, მაგრამ ესეც შეუძლებელი გახდა და ჩვენ სოფლის მოსახლეობა უჭერთ მხარს, რადგანაც კი არსებობს სოფლის ექიმი, მაგრამ ის რაიონიდან დადის და ეს ჩვენთვის ღამე გაჭირებული ხალხი მიუმართავთ ქალბატონ მზიას და ჩვენი დიდი სურვილი იქნება რომ რაიმე დასაქმდეს მემარნიშვილი რაიმე თანამდებობაზე, რომ მასაც ხელფასი ჰქონდეს. მემარნიშვილი მზია, რომელიც არის დამსახურებული ექიმი ჩაილურის სოფელში, იყოს
სამსახური ჰქონდეს და რატო არ დანიშნეს თუ არა პოლიტიკური საქმის გულისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დამამცირებელია. ექიმი, რომელიც ერთნად არ გაუშვეს. მე საყვედურს უცხადებ ელზა გილაშვილი, ალბათ გიგლაგულაშვილის ნაცნობი რო არ ყოფილიყო, ბაღების უფრესი არასოდეს გახდებოდა. მწვენია ასეთ ქვეყანაში რო არ. მე არანაირი პოლიტიკური ნიშნით არც ერთი თანამშრომელი არ მიმიღია და ვერ მეტყვის ვერავინ, რომ მე პოლიტიკური ნიშნით რომელიმე თანამშრომელი ან სამსახურიდან დამეთხოვოს. ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოყვა. არაშენდელი ჯაშიაშვილების ოჯახით გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ფრანგულ-ქართული ცენტრი კახეთი იონი დაინტერესდა. დღეს გამგებელმა გია გერგიძემ მათ საკვები პროდუქტები გადასცა. საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილისგან კი პატარებმა ნანატრი ველოსიპედი მიიღეს. კახეთი იონის ხელმძღვანელი ხათუნა ჭონიაშვილი კი ჯაშიაშვილებს 5 თვის სამყოფი ძვირად ღირებული მედიკამენტებით დაეხმარა. ჯაშიაშვილების 4-სულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მოხუცი ბებია ავადმყოფ შვილსა და მცირეწლოვან შვილიშვილებს უვლის. ველოსიპედია. ეგე? მადლობა. ნახე რა მაგარია. დაჯექი და გაიგე. მოგწონს? ასე ველოსიპედი ასოთო. ეგე ხოთხი ველოსიპედი მინდაო. აუ რა ველოსიპედია? არ ველოდებოდი თუ ამდენი გულშემატკივარი გამომიჩნდებოდით და ძალიან დიდი მადლობელი ვარ შვილო. ჩემი ობლების დახმარებისთვის დიდი მადლობელი ვარ ძალიან. ავადმყოფი შვილი მყავს, ასაკოვანი ქალი ვარ, ავადმყოფი და 4 წელიწადია უდედმა მოწვდი კი ობლებს. და ასეთი გულისხმიერებისთვის და შეცოდებისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი. სოციალურად დაუცველია ოჯახი და რაღაც იმებში ჩავსვათ რა პროგრამებში რომ ამ ოჯახს ნამდვილად არ ვიცოდით, ეს ტელევიზიამ აღმოაჩინა ეთყობა ეს ოჯახი, არ ქონდა ჩვენ ინფორმაცია და ეხლა პირველი რაც გავაკეთეთ, ბავშვმა ველოსიპედი ინატრა მოუტანეთ, ალბათ ნახეთ თქვენ, ცოტა პროდუქტით რაღაც, მაგრამ ეხლა რაღაც პროგრამებში ჩავსვათ და დახმარებებს გავუკეთებთ, რომ გაუმჯობესდეს მათი ყოფა ცხოვრება. სამედიცინო ხაზით მოვაწოდეთ მედიკამენტები, მოგეხსენებათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სისტემატიურ მკურნალობას საჭიროებს, დაახლოებით 5 თვის ეყოფა 5 თვის განმავლობაში და შემდგომ ისე გავაგრძელებთ პერიოდულად დახმარებას. ასევე სამედიცინო გამოკვლევების კუთხით, რაც შეგვეძლება ყოველთვის ამ ოჯახის გვერდით იქნება ჩვენი კლინიკა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატმა გიორგი გოცირიძემ კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად უნივერსიტეტში ადმინისტრაციული და აკადემიური რესურსის სიმცირე დაასახელა. უნივერსიტეტის რექტორობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს, ესენი არიან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასოცირებული პროფესორი ირმა შიაშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები თეიმურაზ ქორთუა და ბესიკ სეხნიაიძე. აკადემიური საბჭო რექტორს ხვალ აირჩევს, მათი უკეთ გაცნობისთვის ნახოთ კანდიდატების მოკლე პირადი დოსიე. ირმა შიაშვილი 1984 წელს დაამთავრა თელავის მეოთხე საშუალო სკოლა. 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 2014 წლის 22 დეკემბრიდან თელავის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებს. 2013 წელს რექტორის მოადგილე დაინიშნა. 2006 წლიდან 2013 წლამდე თესაუში დეკანი იყო. გამოქვეყნებული აქვს 45 ნაშრომი და მონოგრაფია, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ბესიკ სეხნიაიძე 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2014 წლიდან საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის გამგეობის წევრია, ასევე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. 1994-2000 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. 1979-1983 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის თელავის რაიონის პროკურატურის სტაჟიორი გამომძიებელი. 11 სამეცნიერო სტატიის, 4 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორია. ფლობს ინგლისურ ენას. თეიმურაზ ქორთუა 1970 წელს დაამთავრა თელავის მეოთხე საშუალო სკოლა. 1976 წელს კი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1991 წელს მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის ასპირანტურა. 2000-2004 წლებში იყო რობოტექნიკის საერთაშორისო ფედერაციის ასოცირებული წევრი. დღემდე არის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ასოცირებული წევრი. 1996 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში. ჯერ მრჩევლად, შემდგომ ეკონომიკური რეფორმების
თანამშრომლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილედ. დღემდე ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ფლობს 3 უცხო ენას: ინგლისურს, რუსულსა და ჩინურს. ახლა კი ჩვენი სტუმარია თესაუს რექტორობის კანდიდატი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბესიკ სეხნიაიძე. დიდი მადლობა რომ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. ბატონო ბესიკ, თქვენი ხედვით რა პრობლემები აქვს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს და თქვენი არჩევის შემთხვევაში რას გააკეთებთ მისი განვითარებისთვის? თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ტრადიციების უნივერსიტეტია. ერთ-ერთი პირველი იყო ის, რომელიც კახეთში დაარსდა, სასიქადურო ტრადიციები ჰქონდა, თუმცა დღეს უნივერსიტეტს ძალიან უჭირს. არის სტუდენტთა ნაკლებობა, მოიკოჭილებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კახეთიდან სტუდენტები, აბიტურიენტები ნაკლებად მოდიან თელავის უნივერსიტეტში. ეხლა მე ვკითხულობ, ვარ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. მე ხშირად ვხვდებიან სტუდენტები, რომლებიც თელავიდან არიან გადმოსული. რომლებიც უჩივიან იმას, რომ სასწავლო პროცესები მოიკოჭლებს. არის სიცივეები აუდიტორიებში. ბიბლიოთეკა არ არის სრულყოფილი. ლექციების დონე არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ევროპული უნივერსიტეტების დონით არის გათვალისწინებული. პირველ რიგში ვისაც რათა მოვიზიდოთ აბიტურიენტები და სტუდენტები, საჭიროა აუცილებლად საერთო საცხოვრებლის აღდგენა. კეთილმოწყობა მისი. სადაც სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ვარსკვლავით იყო სტუდენტებს შეეძლებათ უფასო ცხოვრება. თუ შესაძლებლობა იქნება გაკეთდეს კვების ობიექტი, სადაც ასევე მათ დღეში ერთხელ მაინც უფასოდ შეიძლება კვება. გაუმჯობესდეს ბიბლიოთეკა, გაიხსნას უფასო კონსულტაციები და მოსამზადებელი კურსები აბიტურიენტებისათვის. მოვიწვიოთ უცხოელი და საქართველოს სამყარო უნივერსიტეტის სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობებით ჩაატარებენ ლექციებს. აღდგეს იურიდიული ფაკულტეტი. გაიხსნას სხვადასხვა ისეთი გამოყენებითი ფაკულტეტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და სტუდენტებს არ დააწუება და მათ ოჯახებს კისერს. ბატონ ბესიკ, როგორ აპირებთ თანხების მოძიებას ან ამ პროექტების განხორციელებას? რეალურად შესაძლებელი იქნება ეს? მე გავიმორჯებებთ, ეს პრობლემა გვარდება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძნელია მათაც უჭირთ ალბათ იმ დაფინანსებით, რასაც დღეს არის უნივერსიტეტში, იქ ცალკე ხელფასებია გასაცემი, ცალკე კომუნალური გადასახადები, მაგრამ თუ მოვიწვევთ დონორებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის გრანტებს, თუ დავაინტერესებთ კახეთის ბიზნესმენებს, რომელსაც ეს უნივერსიტეტი ეგ დამთავრებული, ან კახეთზე შესყიდული, ამ პრობლემების გადაჭრა ალბათ მოხერხდება. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. გვესაუბრებოდა თესაუს რექტორობის კანდიდატი ბესიკ სეხნიაიძე. ახლა ჩვენ გავესაუბრებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ირმა შიოშვილს. ქალბატონო ირმა, თქვენი გამარჯვების შემთხვევაში რა შეცვლით უნივერსიტეტში? მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას ვაპირებ. ეს იქნება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა, ამიტომ რომ ეს არის ძირითადი მიზანი ჩვენი და საერთოდ უნივერსიტეტის იმიჯი და მისი ქმედითუნარიანობა დამოკიდებული არის აქ იქ მიმდინარე კვლევების და იქ მიმდინარე სწავლების ხარისხზე. ამიტომ უპირველეს ყოვლისა მთელი აქცენტი იქნება გადატანილი სწავლის ხარისხის ამაღლებაზე და იმ სამსახურების გაძლიერებაზე, რომლის პრეროგატივაც არის უშუალოდ ეს რაც აღნიშნე. თქვენ რა პრობლემებს ხედავთ, რომელიც პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს? პირველეს ყოვლისა ეს არის მოზიდვა სტუდენტების, რომ სტუდენტების რაოდენობა იყოს იმაზე უფრო მეტი ვიდრე იყო, მთელი რიგი სპეციალობები გვინდა, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, არსებული პროგრამების დახვეწა, განახლება და ახალი პროგრამების შექმნა. უკვე მოდის ის დრო, როდესაც მთელი რიგმა პროგრამებმა ხელახლა უნდა გაიარონ აკრედიტაცია, ამისთვის უნდა გაძლიერდეს სწორედ ის სამსახურები, რაც წეგან აღნიშნე და აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ახალი პროგრამების შემუშავებაზე. და გადავხედოთ იმ ტარიფებს, რომ სწორედ ამ ახალ პროგრამებს ჭირდება ეს, გავითვალისწინოთ ინდივიდუალური მიდგომები პროფესორთა მოწვევის ახალი პროგრამების შემუშავების დროს. გუშინ გურჯაანის რაიონის სამსაჯარო სკოლაში გამოვიკითხეთ აბიტურიენტების აზრი, წელს რომელ უნივერსიტეტში აბარებენ და უმრავლესობის ინფორმაციით მათ თელავის უნივერსიტეტი არც კი მიუთითებიათ, ან მხოლოდ სის ბოლო ჩამონათვალში ჩაწერეს. რას გააკეთებთ იმისათვის, რომ მოიზიდოთ სტუდენტები და აბიტურიენტებს თესაუში ჩაბარების სურვილი გაუჩნდეთ?
ჩვენ დამეთანხმება ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი წელს საკმაოდ აქტიურად ჩავატარეთ PR კამპანია. გურჯაანში ეს ჩემ დროს გურჯაანში გასვლა არ იყო მანამდე, ანუ ჩვენ თითქმის ყველა რეგიონის სტუდენტებთან გავედით, ვესაუბრეთ, დადიოდა PR ჯგუფები. თუ ყველა ახლა მე ისინი მოვიწვიეთ აქ ღია კარის დღე ჩავატარეთ, დაათვალიერეს ბაზა. ხათაშურის ძალიან დიდ კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, გურჯაანთან ეს ვერ მოვახერხეთ, თუმცა ჩასული ჯგუფი გურჯაანში იყო. მე არ ვიცი თქვენი მონაცემები რამდენად გენდობით, მაგრამ კარგი ქალბატონო ირმა, სტუდენტების მოსაზრი და თუ გეგმავთ რაიმე წამახალისებელი პროექტის დაგეგმვას? ვაპირებს ამოქმედო გეგმაში მქონდა ეგეც, გარდა იმ სტიპენდიებისა, რასაც გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით, განსაკუთრებით ნიჭიერი, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სახელობით სტიპენდიებს ვფიქრობთ და ასე შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციებს კიდეც ვინც აქტიურად იქნება ჩართული, ასევე დამოუკიდებელ კვლევით მუშაობაში და ყველანაირი აქტივობაში, რასაც უნივერსიტეტი შესთავაზებს. რა თქმა უნდა, უპირველესი მაინც აკადემიური მოსწრება იქნება. დიდი მადლობა, გვესაუბრებოდა თესაუს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირმა შიაშვილი. თქვენც ასევე წარმატებას გისურვებთ. ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ქორთუა, თუმცა მისგან უარი მივიღეთ. განათლების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროექტის ფარგლებში დღეს ტელეკომპანია გურჯაანს მე-9 კლასელები ესტუმრნენ. საინფორმაციოს პროდიუსერმა მოსწავლეებს ტელეკომპანიის მუშაობის სპეციფიკა, სიუჟეტების დაგეგმვისა და მომზადების პროცესი გააცნო. პროგრამა საპილოტია და პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 5 სკოლაში ხორციელდება. მე პირველ რიგში ძალიან მომეწონა აქაურობა და ძალიან დავინტერესდი ამ სფეროთი ადრეც და ეხლაც მით უმეტეს და ძალიან მომეწონა თქვენი ეს გაცნობა თვითონ სფეროსი და ასევე მომეწონა ის რომ გაგვაცანით ყველაფერი რაც აქ იყო. კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, საინტერესო სტუდია არის და მომავალშიც რა თქმა უნდა ვაპირებ ჩაბარებას. ჩვენი სტუმარია პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი მაია ქიტიაშვილი. დიდი მადლობა რომ მოვძანდით ჩვენთან სტუდიაში. დღეს მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტელეკომპანია გურჯაანში. ჩვენ გავაცანით როგორ მუშაობთ, ასევე რა სირთულეები შეიძლება შეხვდეთ თუ პროფესია დაერჩევენ ჟურნალისტობას. მოდით საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ეს პროექტი რას ისახავს მიზნად, რომელ სკოლებში ხორციელდება და რა სარგებლობის მომტანი იქნება მოსწავლეებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ტელეკომპანია გურჯაანის მაყურებელს და მოგიყვებით ამ პროექტის შესახებ. პროგრამას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სამსახური. მანდატური სამსახურისთვის ეს კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. პროექტის მიზანი არის ბავშვ მოსწავლეებში ამაღლდეს ცნობიერება პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით. ეს არ დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არა პრობლემა, რომელსაც მიადგა ქვეყანა აი ამ ბოლო წლების განმავლობაში და უფრო მწვავედ დაიდგა. დიახ, პროფესიული კადრების ნაკლებობა. განათლების სისტემაში ფაქტობრივად არ არსებობდა პროფესიული ორიენტაცია, როგორც ასეთი. არ არსებობდა კონტაქტი, უშუალო კავშირი დამსაქმებელსა და სკოლას შორის. ხშირად არც მასწავლებლები, დირექტორები იყვნენ კომპეტენტურები, დახმარებოდნენ მოსწავლეებს პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, ხო? ან აუთითებდნენ, აძლევდნენ რეკომენდაციებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო კვალიფიციური, ასე ვთქვათ, კონსულტაციები. ყველაფერმა ამან დღის წესრიგში დააყენა ასეთი პროექტის განხორციელება. ეს არის საკმაოდ აპრობირებული მრავალ ქვეყანაში, ევროპის არაერთ ქვეყანაში არის აპრობირებული, წარმატებული და განათლების მესვეულნიც ფიქრობენ, რომ დადებითად აისახება მთელი ეს აქტივობები და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. რომ სკოლებში დაიწყო უკვე ამ პროექტის განხორციელება? პროფორიენტაციის პროექტი 2013 წელს დაიწყო. თავდაპირველად განხორციელდა გურჯაანის მხოლოდ ერთ საპილოტო სკოლაში, ეს იყო მეორე საჯარო სკოლა. წელს 2014-2015 სასწავლო წლებში შეირჩა დამატებით კიდევ 4 სკოლა. ეს არის მესამე საჯარო სკოლა, მეოთხე საჯარო სკოლა, სოფელ ჭანდარის და სოფელ ველისციხის. რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ეს სკოლები და თუ გაქვთ კვლევა, რა შედეგი გამოიღო ამ პროექტმა?
რა თქმა უნდა, სკოლები შეირჩნენ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული კრიტერიუმების საფუძველზე, იქ იყო ცალკეული კრიტერიუმები, რომელიც უნდა დაეკმაყოფილებინა სკოლას, რაოდენობა, ადგილმდებარეობა და ასე შემდეგ. და ეს რესურსებთან შეთანხმებით მოხდა შერჩევა სკოლებისა, გადაეგზავნა სამინისტრომ, სამინისტრომ განიხილა და დამტკიცდა ეს რამდენიმე სკოლა, ეს 5 სკოლა. რაც შეეხება პროექტს მეორე კითხვა რა იყო გასაგებია? კი, გვაინტერესებს თქვენ ახსენეთ რომ 2013 წელს დაიწყო ეს პროექტი და თუ ჩაატარეთ კვლევა, რა შედეგი გამოიღო აი ამ კონკრეტულ სკოლაში, სადაც ჩატარდა? კი ბატონო. განხორციელდა პროექტი. მოგახსენებთ, ისე იგი პროექტი ხორციელდება ჯერჯერობით მხოლოდ მე-9 კლასელებსთან მე-9 კლასში, თუმცა იგეგმება ამ პროექტის განხორციელება მე-11 კლასშიც, მე-12-შიც, უფრო მეცაც გეტყვით დაწყებითი კლასებიდან და რა თქმა უნდა ჩვენი მუშაობა მუშაობას მონიტორინგი უტარდება და კვლევებზე არის დაფუძნებული ყველა აქტივობა, რომელსაც კი ვახორციელებთ. მე-9 კლასი რატომ შეირჩა? იმიტომ რომ ხშირად განსაკუთრებით პრობლემა აქვთ ხოლმე მე-12 კლასელებს, როდესაც უნდა შეარჩიონ რომელ უნივერსიტეტში ჩააბარონ ან რა ფაკულტეტზე და მე-9 კლასი კონკრეტულად რატომ შეირჩა? მე-12 კლასი არ გეჩვენებათ რომ არის უკვე დაგვიანებული? აი მე-12 კლასში რომ შესულიყო პირდაპირ ეს პროექტი იქნებოდა ისეთი წარმატებული როგორც მე-9 კლასის შემთხვევაში. ხშირად მე-12 კლასში სწორედ მეორე სემესტრში ირჩევენ ხოლმე. რაც არასწორია, დაგვიანებულია. და სამწუხაროდ ვდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ ხშირ შემთხვევაში აბიტურიენტს, შემდეგ უკვე სტუდენტს არჩეული პროფესია არ აინტერესებს. ან და აღმოაჩენს, რომ მისი უნარშესაძლებლობები აბსოლუტურად განსხვავდება არჩეული პროფესიისაგან. ვერ მოდის თანხმედრაში, ხო, მისი შესაძლებლობები, ინტერესები, ადამიანი ვითარდება და რა თქმა უნდა იყოს ეს განვითარების პროცესიც და უნდა იყოს მწვავე, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ კი მოსწავლეს მიეცემა საშუალება, ჩვენ ასე ვფიქრობთ ყოველ შემთხვევაში და ალბათ დავეთანხმებით, რომ სწორია ამგვარი მიდგომა, გაეცნოს პროფესიებს კონკრეტულად, გაიგოს მათი მახასიათებლები, გაეცნოს წარმოების პროცესი და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, არის ეს მისი საქმე, მისი სასურველი სფერო თუ არა. რა გეგმები გაქვთ, რა ფორმით გააცნობთ? გასაგებია დღეს ტელეკომპანია გუჯაში იმყოფებოდით, მომავალში გეგმავთ წასვლას და თქვათ წაყვანას მოსწავლეების? ჩვენ თავდაპირველად მოვიძიეთ საწარმოების ბაზა, დასაქმების ბაზარი, ასე ვთქვათ. მქონდა შეხვედრები ვითანამშრომლეთ არაერთ საჯარო თუ სამეწარმეო დაწესებულებასთან, გავაცანეთ ჩვენი გეგმები და ჩვენ და სასიხარულოდ ისინი დაგვთანხმდნენ ამ თანამშრომლობაზე, როგორც თქვენ შემთხვევაში ტელეკომპანია გურჯაანი. და მოვაწყეთ არაერთი ექსკურსია, არაერთი გაფართოებული შეხვედრა. უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ, ბავშვები ხვდებიან ამა თუ იმ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, ესაუბრებიან მათ, იგებენ რა ეტაპები გაიარეს ადამიანებმა, ჩამოყალიბებულიყვნენ პროფესიონალებად, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამა თუ იმ პროფესიას რა აქვს დადებითი ან უარყოფითი მხარე. უშუალოდ მივდივართ საწარმოებში, დაწესებულებებში და სამუშაო პროცესს აკვირდებიან, მონაწილეობას იღებენ. რა პროფესიები გამოიკვეთა ძირითადად? იცით, ადრე წლებში თუ იყო ასეთი ტენდენცია, რომ იყო მოდური პროფესიები, რაღაც პოპულარული პროფესიები, ჩვენ და სასიხარულოდ აღმოჩნდა, რომ ბავშვების ეს დამოკიდებულება შეიცვალა. და აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აქვთ დღეს. ფიქრობენ, რომ რატომაც არა შეიძლება გამოვიდეს ხელოსანი, ან და ისეთ სფეროში წავიდეს, რომელიც ნაკლებად პოპულარულია დღეს, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება იყოს ძალიან მოთხოვნადი პროფესია. ჩვენ მქონდა ამ თემაზე გამოკითხვა რაიონის სამ სკოლაში გამოვიკითხეთ აბიტურიენტების აზრი და რატომღაც უმეტესობა კვლავ წელს აბარებს სამართალმცოდნეობაზე, ან ბიზნესის ფაკულტეტზე, ან საერთაშორისო ურთიერთობები იყო, როგორც მახსოვს მე. ან თქვენ ამბობთ დღეს, რომ ეს მე-9 კლასელებში შეიცვალა უკვე ეს ტენდენცია? კი, შეიცვალა. მეცაც გეტყვით, აი ბავშვებს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ დავუშვათ სამედიცინო მიმართულებით. ხო? და მივყვანეთ საავადმყოფოში, დაესწრნენ ეს ბავშვები ოპერაციას ან რაღაც ისეთ მცირე ქირურგიულ манипуляციას. ერთ-ერთმა გადაწყვიტა, რომ ეს არ არის მისი საქმე. შეიცვალა აზრი და დამოკიდებულება. და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. ამიტომ არის ჩადებული პროგრამაში, რომ უნდა გაგრძელდეს. რამდენი წლიანი პროგრამაა, დიახ, საინტერესოა. სტრატეგიული გეგმას გულისხმობთ? თქვათ მე-9 კლასელებში რა, ეს 5 სკოლა არის აღებული, როგორც ვიცი მე და რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი?
წელს ხომ წარიმართება ჩვეულებრივად სასწავლო წლის ბოლომდე სავარაუდოდ მე-10 კლასში არ გაგრძელდება და გაგრძელდება მე-11 კლასში. ასე არის, მაგრამ ეს დამუშავების პროცესია, ახალი პროგრამა, მოგეხსენებათ ყველა სიახლეს თავისებური ისინი ახლავს ხოლმე სირთულეები და როგორც გადაწყვეტს განათლების სამინისტრო და უშუალოდ მანდატური სამსახური, ალბათ იმის მიხედვით წარიმართება. ვფიქრობთ, რომ ძალიან სასარგებლო პროექტია. კარგი, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა, რომ მობრძანდი ჩვენთან სტუდიაში. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი მაია ქიტიაშვილი. დიდი მადლობა. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განმოგცემთ, რომელსაც თამარ ჭანყვაშვილი გაგაცნობთ. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალს შორის გაფორმებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უწოდა. ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან გაფორმებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების ხელმოწერა, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ჩვენს მიერ არაერთ ნაბიჯს და ჩვენს ძალისხმევას და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის ქმედებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას. დღესვე მთავრობის ხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრისგან თებერვლისთვის ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ბიუჯეტის შესახებ შესრულების მონაცემების დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ნოდარ ხადურის განცხადებით, თებერვალი საკმაოდ იმედიანი თვე იყო. როგორი ტენდენციებია ეკონომიკაში? დილამშვიდობისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მინდა გითხრათ, რომ თებერვალში გაზრდილია დღის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა, თუ შარშან ის შეადგენდა 3.4 მილიარდ ლარს, მიმდინარე წლის თებერვალში გაზრდილია 15.5%-ით და შეადგენს 3.9 მილიარდ ლარს. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ წლის პირველი 2 თვის განმავლობაში დღის ბრუნვები გაზრდილია 700 მილიონი ლარით, დაახლოებით 10%-ით. ამავე დროს მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დილის მდგომარეობით წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია გადასახადები 1.354 მილიონი ლარი, რაც 104 მილიონი ლარით მეტია შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქართველოში ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სფეროში არსებული კიბერშესაძლებლობების შესწავლასა და განვითარებაში ხელშეწყობას. ესტონელს სტუმრებს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მიხკელ ჰიტის ხელმძღვანელობით საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა გიორგი ბეროშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დღეს და იქნება ხვალაც. ესტონეთის დელეგაცია, ესტონელი ექსპერტები უკვე ჩამოსული არიან კონკრეტული შემოთავაზებებით, კონკრეტული დახმარების სქემებით. ესტონეთმა თავის თავზე აიღო კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს დახმარება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უკვე ისევე როგორც ტექნიკური სტაფის, თქვათ, ტრენინგი და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება, ასევე ეს იქნება პოლიტიკის განსაზღვრა კიბერუსაფრთხოების სფეროში და კიბერშესაძლებლობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე წელია ჩვენ ვცდილობთ ასე ვთქვათ, დაგეგმვის პოლიტიკიდან გადავიდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, ეს არის ერთ-ერთი პირველი საფეხური, რაც საშუალებას გვაძლევს კონკრეტულად გავზარდოთ ჩვენი კიბერთავდაცვის შესაძლებლობები, ავამაღლოთ ჩვენი კიბერთავდაცვის მზაობა. საქართველოში ჩვენი პირველი ვიზიტია. კიბერუსაფრთხოების სფეროში ქართულ მხარესთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება კიბერუსაფრთხოების სფეროში ქართულ მხარეს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და მივიღოთ ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა საქართველოში ამ მხრივ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 51-აბი ეგრეთ წოდებული ბიო და 92 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. თბილისში ერთი ბილი დავაკავეთ, რომლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 51-აბი ეგრეთ წოდებული ბიო და ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი ამოიღეთ. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული ბიო ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს. ასეთი იყო დღეს რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესებული მაიმუნი. ინოვაციური მაგიდა $70,000-მდე ღირს. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. ამერიკელი სამხედროები 780 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნიან. შესაბამისი ბრძანება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. სამხედროების გაწვრთნასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა გუშინ ტელეფონით ისაუბრეს. ბაიდენი კიევს სამხედრო მანქანების გაგზავნასაც დაპირდა, პირველ ნაკადს უკრაინა მარტის ბოლოს მიიღებს. პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებში კიევის სამხედრო იერაღით უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობას განაგრძობენ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით დაკისრებულ ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა პრეზიდენტმა ობამამ და კანცლერმა მერკელმა სატელეფონო საუბრების დროს. Deutsche Welle-ის ცნობით მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა მინსკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები სრულად და დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ობამამ და მერკელმა უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაგრძელებაზეც იმსჯელეს. ტუნისში ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად დაზუსტებული ინფორმაციით 22 ადამიანია დაღუპული და 50-მდე დაჭრილი. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივი ტელეარხის ინფორმაციაზე დაყრდნობით უწყება დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის მოქალაქეები. ორი მოკლული კი ტუნისელია. მუზეუმში ორი ბოევიკია ლიკვიდირებული, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ გუშინდელ მოვლენებში 5 ბოევიკი მონაწილეობდა, რომელთაგან 3 მიიმალა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც უცნაურმა ბლოკმა გავრცელა. მაიმუნს, რომელიც დღეში რამდენიმე საათს კარატეში ვარჯიშს უთმობს, ჯანსაღი ცხოვრების წესი უკვე გამომუშავებული აქვს. ამ მაიმუნს ადამიანზე არანაკლები შესაძლებლობები აქვს საბრძოლო ხელოვნებაში. იგი მწვრთნელთან ერთად მოთველვის შემდეგ საკმაოდ რთულ ილეთებს ასრულებს და უკვე მზადაა ორთა ბრძოლაშიც მიიღოს მონაწილეობა. ინოვაციური მაგიდა, რომლის გაშლა სხვისი დახმარების გარეშე ერთ ადამიანს შეუძლია. მაგიდა 2 მეტრამდე იშლება და მისი მობრუნება ავტომატურად პულტით 180 გრადუსია შესაძლებელი. მაგიდა საკმაოდ ძვირადღირებულია, მისი ფასი 50,000-დან $70,000-მდე მერყეობს. და ბოლოს ინფორმაცია კულტურისა და სპორტის შესახებ. ფილმის ლამაზმანი შემოქმედებითი ჯგუფი 25 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა ერთად. მაყურებელს ჯულია რობერტსის, რიჩარდ გირის, ჰექტორ ელიზონს და რეჟისორ გარი მარშალის მონაწილეობით ვრცელი გადაცემის ნახვა 24 მარტს შეეძლება. დონეცკის შახტარის ქართველმა ფეხბურთელმა ბექა ვაჩიბერაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალში. დონეცკის შახტარის 19 წლამდელები ლისაბონში ბენფიკას ესტუმრნენ და პენალტების სერიაში 5-4 მოუგეს. გადამწყვეტი 11 მეტრიანი სწორედ ვაჩიბერაძემ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ალეკო ამისულაშვილი ტრამვის შემდეგ ინტერის შემადგენლობაში ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს. აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაქოს ინტერმა შინ 1-2 წააგო გაბალასთან. 75 წუთზე თავის სწორედ ამისულაშვილმა გამოიჩინა. კახა ცხადაძის გუნდის სტარტო შემადგენლობაში არიან ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძეც. ახლა კი ნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ.
დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა, მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით წარმატებულ უქმეებს გისურვებთ.